დღეს უფრო სუპლიმენტოლოგი მქვია, ვიდრე ნუტრიციოლოგი, იმიტომ რომ აბსოლუტურად გადავედი კვებითი დანამატებით მუშაობაზე. აღარ მახსოვს, ერთ-ერთი მეცნიერი ძახდა, დადგება დრო, როცა ექიმებიო მინერალებით უკურნალებენ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩივლი თუ დაავადება, მარტო მინერალების არა, იქ შეიძლება ვიტამინების, უჯრედის ცხიმების, ცილოვანი კვების დეფიციტის ბრალი იყოს. და ნახეთ აი ამერიკელებს რატო ეძახიან ვიტომანებს, ხო ისინი ყოველდღიურად კვებით დანამატებს იღებენ, ეს მით რა რომ საკვები გამოფიტულია. და ამერიკელების საშუალო ასაკი არის 76 წელი, იაპონელები, იქ კანონმდებლობაშიც კი შესულიათ რომ კვებით დანამატები და მიიღო და იქ 84 წელია საშუალო ასაკი და ჩვენთან ალბათ 60-იც არ არის. ამიტომ ამბობ ხოლმე ჩემო ძვირფასებო, ცოტა მეტი გაცნობიერება ამ თემაში და რაც თავარი კვებითი დანამატები ჩვენი ყოველდღიური რეალობის თემა უნდა გახდეს.